თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. ვენესუელა გასული საუკუნის 50-იან წლებში სოფლიოს 4 უმდიდრეს ქვეყანას შედიოდა. ჯერ კიდევ 10-12 წლის უკანაც კი ვენესუელა ლათინო ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა იყო. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. მადუროს დაკავებას ახლა ხშირად ადარებენ პანამის ლიდერის, დიქტატორ მორეტას დაკავებას. თუმცა მისი დაპატიმრების სამხედრო ოპერაცია ორი კვირა გაგრძელდა და მას სამწუხაროდ ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ეხლა სხვა ისტორიული პარალელია. ბარაკ ობამამ ტრამპისაგან განსხვავებით კონგრესს მიმართა, როდესაც ის თვლიდა ბაშარ ასადის რეჟიმი სირიაში უნდა დასჯილიყო სამხედრო ინტერვენციით, რადგან ამ უკანასკნელმა, მართლაც რომ უკანასკნელმა, რა კარგი სიტყვაა, საკუთარი მოსახლეობა ამოწყვიტა და ტერორს დაუქვემდებარა. თუმცა მაშინ ამერიკის კონგრესმა ბარაკ ობამას ამის უფლება არ მისცა. შედეგად გაძლიერდა ბაშარ ასადის რეჟიმი და რუსეთისგან მეტი მხარდაჭერა მიიღო. საბოლოოდ ასადის მთავრობა დაემხო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სირიელი ხალხის ტანჯვა წამება მანამდე წყლობით გაგრძელდა. დღეს სხვა სურათია. ვენესუელას ჰყავს მილიონობით დევნილი, ათასობით პოლიტპატიმარი, ხოლო ასეულობით ადამიანი მოკლა წინააღმდეგობის გაწევისათვის. ქვეყანა იმდენად დაუძლურდა, რომ საკუთარი ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირებასაც ვერ ახერხებს. ამიტომაც ყვავის კორუფცია, ტრიალებს შავი ფული და რა უბედურებაში იხარჯება ეს ფული, კაცმა არ იცის. ადგილობრივი ეროვნული მთავრობები ჩაერთვენ ნარკოტიკებისა და უკანონო იარაღით ვაჭრობის საქმეში. ამერიკის შეერთებული შტატები წლებია უკვე ამ ყველაფერში ბრალს დებს ვენესუელას და ამ დრომდე მათი მხრიდან სრული იგნორი იყო. მაშინაც კი ნარკოტიკებით მოვაჭრე რამდენიმე გემი რომ ჩაუძირა ქვეყანას, აქაოდა თითქოს არაფერი, თავის მართლებაც კი არ დაუწყიათ. როგორც ჩანს, ეს 1-2 გემი ზღვაში წვეთი იყო და ალბათ იფიქრეს, რა სალაპარაკოაო. ვენესუელაში დაიწყო არნახული ინფლაცია. მადურო გახდა პუტინის მოკავშირე და რაც ყველაზე შემაშფოთებელია ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის, აღიარა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მე არ ვიცი რა იქნება ვენესუელაში ხვალ, მაგრამ მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ, რომ დაიბრუნონ საკუთარი ქვეყანა. ვენესუელას ამბებთან დაკავშირებით ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მადუროს რეჟიმი ჩვენი ქვეყნის მტერია. აღიარებული აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა. დანარჩენი ყველაფერი ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ნავთობის გამოქნეს ამერიკელებმა ან ლევაკური სოლიდარობის გამოხატვა, რომ აი ჩაგრავენ საწყალ სოციალისტებს და ასე შემდეგ, მეორე ან მესამე ხარისხოვანი ამბავია და ტყუილად წყლის ნახვა გამოდის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ამბებიდან, 2026 წლის უახლოეს თვეებში რუსეთი დარჩება სრულ სტრატეგიულ სიმარტოვეში. მისი სამხედრო ტექნოლოგიები ჩათვლილი არაეფექტურად, ხოლო სპეცსამსახურები კომპრომეტირებულად. ეს არის საბოლოო განაჩენი იმპერიული ამბიციებისათვის, რომლებიც დაიმსხნენ თანამედროვე მსოფლიოს მაღალტექნოლოგიურ რეალობაზე. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.